კაი გამარჯობა. ჩვენ შეიძლება დავიწყოთ გუბოზის შვილის ლევანის ვიდეოთი და სადაც ჩვენ გვეხება. ვის ეხება ბიჭო? ხო არ გინდა გცემოთ ახლა. თან მაგრა დაგაფარჩაკოთ. ოღონდ აი ისე კი არა. აუ ამას ისბი რაღაცა გავიხუმრე, გაჩერდი შენ უიყურები კუნთებს. ერთხელაც იქნება არ გიშველის ეგ. კარატისტი ხარ? კიკბოქსი. მაშინ სხვა არის. გაუშვით. თუ თქვენი ოჯახი არის კახი კალაძის, მიხელ ყაველაშვილის, შალვა რამიშვილის, იმ გურის და ბაჩოს დასაცავი, ნუ მაშინ არ აკავთ ხახნო თქვენ ოჯახი. ანუ სერიოზული პრობლემა გაქვთ როგორც მშობელს და როგორც მეუღლეს. თქვენი ოჯახი თუ ამ ხალხის დასაცავია, მაშინ ჯობია დაანგრიოთ ეგეთი ოჯახი. ეგეთ ვითარებაში თუ ხარ. მამის ხმის ნებრზე გადავიდა, ნახე? ვა, გულბოზის შვილი ნახე. მე მაგალითად ურჩევ რომ ესეთ რაღაცებს ოჯახს აცეხება. კაცი რომელმაც მამა გააკურტიზანა, მამა რომელიც ხო, გააბოზა ოღონდ გააპროსტიტუტა. ეს გულბოზ ჯუნიორი. ეს ამას ლევანი ქვია, ხო? ამას ლევან შენ ოჯახს გავარტყი. არა, ბურთი. ბურთიც და ისეც. აი, სადმე რომ შემხდა ყურებს და გახევ და გაგვახავ. არა, უზბელი. გადავიდეთ სხვა თემაზე, მეგობრებო. იცი რამდენი საცემია, ნიკა გვარამია, მაგრამ არა, გვარამიაზე არ შეიძლება ხელი. რა შეგვიძლია გითხრა? გვარამიაზე არ შეიძლება. კაი, გაუშვათ გვარამია, არ გვინდა კომენტირება. ნიკა გვარამია ერთი. ეს მოვრჩით, ჩემი. მეტი. რა არ ვარ. მე ვამტკიცები. რა ვარ და რა შემიძლია. თავი რო დავანებოთ იმას, რომ ნაციონალური მოძრაობის მთავრობაში ვიყავი და ძალიან მიამაყება ეს ამბავი, ის წლებიც, ჩემი შეცდომებიც, ჩემი მიღწევებიც და იმ გუნდის მიღწევები განსაკუთრებით. მოდი ესე ვთქვათ, უკეთესი მთავრობა ამ ქვეყანას არ ყოლია ჯერ. არა, ბედია. ხო, ანუ პარტიის წევრი მე არ ყოფილვარ, მაგრამ მთავრობის წევრი ვიყავი, არანაირ პასუხისმგებლობას არ გაურბი და არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ ეს ასე არის. რა პარტიის წევრი არ ყოფილა? პარტიულ ტელევიზია ქონდა და იმის ის იყო. არა, საინტერესო ზმნა გამოჩნდა, არანაირ პასუხისმგებლობას არ გაურბი. ბიჭო, რა მინდა იცი, მე რო თქვა, ხო მე არა ვარ ქართული ოცნების არანაირი პარტიის წევრი არ ვარ და თითქოს იქ გარეთ გვერდიდან ვარ რა, ხო ხვდები, მე პარტიის წევრი არა ვარ და არა, ნუ ეს საცემი რა თქმა უნდა არავინ არ არის და არც ეს ლევანის გარდა, ხანიკიძის გარდა. მოკლედ მე იმის მინდა არა, ოჯახებს აბარატო ეხება. მე ხო ოჯახს არ შეეხო. მე იმის მინდა რომ არ შეიძლება ბატონო ნიკა თქვენ არ ახართ მართალი, როდესაც თქვენ ამბობთ რომ საუკეთესო მთავრობის წევრი იყავით საქართველოში. იყო უკეთესი. ლად ეგრე არ ყოფილა. აი ყველა მთავრობა ჯაბა იოსელი ლანჩავა რო იყო. აი ეს ცნობილი გამსახურდია რომ ჩამოაგდეს პუჩის მერე ცოტა ხანი შევანაძემდე ხო იყო? საინტერესო ხალხი. გარდამავალი. ძალიან საინტერესო ხალხი. აი ისინიც კი ჯობიან მთავრობას სასახად რა. ასე რომ თქვენ არ ახართ მართალი. კიდე გვარამია. ძალით ხო ვერ ვაიძულებ მაგალითად ლელოს რომ შემოვიდეს, მაგალითად გახარიას რომ შემოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ მგონია რომ უმძიმესი შეცდომა იყო 2025 და კიდევ უფრო უმძიმესი პარლამენტში დაბრუნება გახარიასი, მიუხედავად ამისა მე აბსოლუტურად ღიად ვამბობ და იმ ლოგოზეც ცარიელი კვადრატის ერთ-ერთი ინიციატორიც ვიყავი, რომ აქ უნდა მივიღოთ ეს ხალხი. იმიტომ რომ ამ ტიპის გარჩევების დრო იქნება ბიძინა რომ წავა მე. ხოდა ვერ ჩამოყალიბდნენ რომელი ურჩევნიათ ცალსაკე შეუტიონ და მერე გაერთიანდნენ თუ ერთად ჯერ გაერთიანდნენ და მერე დაგვამორჩონ ხო შეიგრიბნონ და გამოექანონ ხო ცალსაკე გამოექანონ ძალიან საინტერესოა რა ჯობია მართალ მოგწერეთ ვიფასო ტელემაყურებლებო რა ჯობია მათთვის მე მგონი ცალსაკე გამოექანონ მათთვის თუ ჩვენთვის მათთვის ცალსაკე გამოექანონ ჩვენ სულ ერთია ცალსაკე ჩვენთვის რო გაერთიანდნენ გაერთიანდნენ და აი კარგი დილემაა ცალსაკე გამოექანონ თუ ჯგუფურად გამოექანონ კი ბატონო კიდევ ერთი გვარავია კიდევ აი ეს ყოფილების შერიგების ეფექტურობამ ძალიან დამაფიქრა და აი ზუსტად ეგ მგონია რომ რაღაც ამ შეიძლება დიდი ეფექტი ქონდეს ჰოლივუდის დრამების 95%. ქართული ის არის გაუპატიურებაში რომ ბრალდებდნენ ეს არის გამაუპატიურებელი ხო და არ გავს თუმცა რა ვიცი, არ ამგონია რა. შეიძლება აქეთ გაუვადო. ისეთი ქალები დებენ ამას ბრალს რომ ის მაკაკარო არის პატარა თათი აბრაიმაშვილი, ხო? აი, კარგი, დღეს მაგარ ხოძზე ხარ შენ. კედდევდარია.
არა, თათია წერდა, თათია вообще აშანტაჟებს თუ. ჰარდკორი პლუს 18 გვაქვს. რა შუაში თათია აშანტაჟებს თქო თავიანთ იმებს, აცილებს და ამბობს რომ გააუპატიურაო. თუ პოლიტიკას არ თათია შვება მაგას? თათია და თავისი მეგობარი გოგო. ბაჩო როგორ ახარ იცი? ხა რას ამცილებ, ვერ გავიგე, მეუნები წვეთი. ანუ ეხლა აქ ზიან გაუპატიურებაში და დედლობაში ბრალდებული ორი სუბიექტი? აი. ძალიან საერთო ქიმია მათ შორის. ნედა ნიყვი ხوار არ ჩამა უკვე. მეორე რატოა რაშია ბრალდებული? დედლობაში ახლა არ დაიწყო რა. ვერ გავიგე, გაუპატიურება მეგონა. დედლობაში რა შოშე ის მამალია ის წამოვანი. მამალია თუ დედალია კიდე გასარკვევია. არა მამალია. ლაშა ბუღაძე. აი ვინდა მამალი დედა. გაიდე, სანამ გავუშვებ დაანურს მამალია თუ დედა. მამა პეტუხია. მამალია რა თქმა უნდა. ა შენ ეგრე გან მაგალითად ბატონმა გრიშაონიანო ვერ გასცა. მათ კითხავს პასუხი. აქეთ შეუბრუნა რომ მამალი ხარ თუ დედალიო და. ანუ ვის უშვებ ხა? პეტუხი კაცია. ვერ გავიგე. საქართველოში არის ერთი პეტუხი კაი კაცი. აი ეგრე. პეტუხი კაცია. ეგრე. არა ხათამი ხო არა. წესიერად ილაპარაკე. არა, ხათამი არ არის პეტუხი. კაცია. პეტუხი ძმაო, საფრანგეთის სიმბოლოა. საფრანგეთის ნაკრებზე პეტუხი არის ძმაო. პეტუხზე ნუ ეხუმრები. ძერას იგერიებს პეტუხი დილით გაღვიძებს. გაღვიძებს. ძალიან კარგია პეტუხი. ხო და პეტუხი კაცია ლაშა ბუღაძე გავუშვი. ჩვენ უნდა აქ არის საჭირო ერთიანობა, კოორდინაცია, ერთიანობა არა რაღაცა იმპოზით ქართული კაცი რო დგას სუფრასთან ჭიქით და მხოლოდ ერთიანობა რო სადღერძელოა ხოლმე. არა. ყველა კარგი ადამიანი უნდა გაერთიანდეს, კარგს გულისხმობ. არა თვისებების და ლამაზ და მშვენიერს არამედ ის ვინც აცნობიერებს თუ რა მნიშვნელოვანია საქართველოს თავისუფლება, რა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაცია, როგორი მნიშვნელოვანია რომ საქართველოს დაეხსნას პუტინიზმსა და რუსეთს, აი ეს ამ ხალხის ერთიანობა, კოორდინირება საჭირო მიუხედავად იმისა რომ ხო პრობლემებია და გამოწვევები იქნება ყოველთვის და რისკი ყოველთვის არსებობს. ამდენი პოლიტპატიმარი გვყავს ახლა ციხეში და ამდენი სინთეზის პატიმარი გვყავს და ცხადია ეს დამოკლეს მახვილი ყველას თავზე არის ჩამოკიდებული. ო, ეხლა რა გიტყვი ამ პეტუხს? სუფრაზე ნუზე ხარ ხო? სუფრაზე ნუზე ხარ და ეგ რა და ყველა კარგი ადამიანი და ვინა ჩვენ არ შევდივართ რა თქმა უნდა კარგ ადამიანებში. პეტუხები უნდა გავარჩიოთ. პეტუხები უნდა გაერთიანდეს. კი ბატონო. შეგიძლია რამე დაამატო? მას ალბათ სუფრაზე გაახსენდა როგორც პეტუხკაც. მას მოყოლილი აქვს რომ სუფრაზე ერთმა კაცმა როგორც პეტუხი ეგრე აღმექვაო და სექსუალურად რო იძალა. კი მოყოლილია. თვითონ მოყვა კინაღამ. თითქმის ჩოგუჯენში ჩამსვაო და დამაყენა. სუფრაზე ალბათ მხოლოდ ეგ შეუძლია. და შემდეგი პეტუხი გავუსვათ ქეთი დევდარი. აი ხალია მაინც ქეთი დევდარი. პეტუხია მე. დღეს ვისწავლეთ ხოდა ჩვენც ხო არ ვქმნით ხო და ვით ვერ ვისწავლეთ ამის თქმა მინდა ვით ვერ ვისწავლეთ დიახაც ვიტყვი ვით ვერ ვისწავლეთ კოცების მეთოდი რომ აი ეს რაღაცა შემოგიგდებენ აყებდება აქეთ გაიყოფა ორად მერე 4-ად მერე 6-ად მერე დისკუსიები მერე დათაგვები შენ ეს რატო თქვი ვადამდეში შეყვებით მერე ჟურნალისტები სვამენ კითხვას რომ შედიხართ არჩევს ვისაც შედი არაფერი არჩევნები ოზდარმაში იქნება არჩევნები და რა მეთოდი გვაქვს ეგეთი? მე არ ვიცოდი ამ მეთოდის შესახებ. ეგ კოცების მეთოდი კი არა, ამათი მეთოდი. აი ეს სულელები ვერ გაერთიანებულან რა ჩვენი ბრალია. ანუ რა შევაგდებთ რაღაცას. ო, ჩვენ მოგაგინებთ და მე გინდათ მაგარი რაღაცა გითხართ ძვირფასო დევდარიანებო და მეგობრებო რომ ჩვენ ვაფშე არ გვაქვს ეგეთი ვერაგული მეთოდები. დაჟე აი რასაც მოგვინდება ხა წამოაღრატარებ და ვლაპარაკობ. თქვენ ჩვენთან ყველა ვარიანტში ყოველთვის ცხოვრების ყველა ეტაპზე ხართ წაგებული. ვაფშე. აი ესე მოხდა რა. ჩვენ რომც მოვინდომოთ იმ ფსკერამდე ვერ დავალთ, სადაც თქვენ წევხართ. კი. აი არ შეიძლება უბრალოდ რა. იმიტომ რომ ერთმანეთს აუპატიურებთ, ტაგავთ და ურჩევთ ერთმანეთს. უჩივით. კი ბატონო. ეგრეა. ავიდა აბა. ირაკლი ტაბლიაშვილი. გამონახოთ როგორ გამოაერთეს აპარატიდან გამონახოთ. ხო სუვერენული ქვეყანა თუ ხარ ან თუ გინდა რომ იყო და საუბედუროდ ხარ მეზობელი რუსეთისა რომელიც შენი მარადიული თუ არა გახანმწლიებული მტერია საფრთხეები როგორც ასეთი სულ იარსებებს და ისინი მიშას დროს
გ2, გ5 გავიდავ და ვიტყვი გ10 მაგდა და რა მე მიშას დემაგოგია უნდა ჩაერთო მიშა სააკაშვილს და ჩაერთო დემაგოგია და უთუოდ სარისკო გადაწყვეტილები არ უნდა მიიღო არ უნდა გაჩუმებულიყო მაგალითად აჭარის რევოლუცია არ უნდა აი მიპასუხეთ არ უნდა მომხდარიყო არ უნდა მოეწყო სხვებთან ერთად არ უნდა მომხდარიყო ან რუსის ჯარი გაყვანის პროცესი არ უნდა დასრულებულიყო არ უნდა გაგვეძებებინა რუსები ტომ ისე ვაკაკულე პასუხი არ არის ტომ რა დაემართ ამ ბიჭს ტომ მიკარდახეთ ხურში ვინმე რომელიმე თქვენგანმა ვინც ახლა მადევნებს თვალხურს და ვინც არის ჩვენს გუნდში ვის დაუკავშირდე ქართული ოცნებიდან და აი აქ შეეტყვი ყურე მან როგორ არის მე გეტყვი რა რო სვავს ცოტა ხანი ტონუსში არის და მე უკვე ეთერში ხო ვერ დალევს წამალს და მე უკვე შენ არ მოგეწონა ეს გენიალური ლიტერატურული ალუზია რომ სოიასთან? თომ პასუხი არ არისო, ხო? არ მოგეწონა? ძალიან დაუმეტეს, მაგრამ წამლით უკეთესი იქნება. სხვა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მიშა სანამ რევოლუცია მოხდებოდა აჭარაში და ასლან აბაშიძე თხას პერა ის. მიშა მართლა ბერავდა თხას, ხათაშო. და ბერავდა სხვათაშორის ბერავდა არის ალუზია ბერავდა არა აბა ბერავდა ზნა არის ალუზია ქმედების ბერავდა რა აბეორებდა არა აბეორებდა არა ბოდიში რო შეგაწყვეტინე არა კარგია მიშა ბერავდა მორჩა დავამთავროთ რა არა იქ მარტო წყარო დავიცი რომ თხას ბერავდა გაბოდა გაბერა მე შეიძლება განაგწე ბაჭო ირაკლი ფავლენიშვილი დავშვით მაგალითად ხვალ მე მაგალითად ყველას მოუწოდებ გარდა 26 მაისზე ხო ვისაუბრეთ ხვალაც მოუწოდებ ყველას რომ გამოვიდეს დღესაც მაგრამ ნუ ხვალაც გამოვიდეს მარშზე რომელზეც უნდა სხვადასხვა პაატა ბურჭულაძეს და სხვა სინდისის პარტიებს თუმცა ნუ ეს დღე არის შეერდეთ ხვალ მეგობრებო ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ბატონ პაატა ბურჭულაძეს გენიალურ პოლიტიკოს ეძღვნება მარში ხვალ არის პატას მარში? ხვალ არის პატას მოყვარულთა მარში და აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ და რა ქნათ მე. გამეროთ თხა. გაქნათ. ხო. არა, იცით რატო? შენ როგორ გესმის თხის გაბერვა? მე მესმის სექსუალურად. მე ძირები. ხო და მე სხვა რაღაცას ვაყოლ. აი მეგობრებო, თქვენ ჩვენგან არ იმსახურებთ აი ამაზე ოდნავ რაციონალურ და ლოგიკურ საუბარსაც კი. იმიტომ რომ რაღაც სისულელეებს ამბობთ რომ ხვალე უნდა გამოვიდეთ და პატას უნდა გაუბეროთ თხა. ეგრე გამოვიდეთ. რატო უნდა გამოვიდეს ქართული ხალხი? რატო უნდა გამოვიდეს თხა? პატა ბურჭულაძის სახელობის მარსზე რატო უნდა გამოვიდეს? შეიძლება ახლა. აი თხა არ გაბეროს, მაგრამ კაი, მურმანდუბაძე. ეხლა ქართულმა ოცნებამ ეკლესია არ უნდა ჩაგვინახოს. ეკლესია მაგათ დღეს გაიგეს რა არის და ახლა ჩვენ ცოტა სხვა კლასის ეკლესიური ხალხი რეკლამების გარეშე. გაადიდეთ. ბიჭო რა მაგარს ბაზი. ერთი ამბობს რომ ეკლესიური კაცია ეს. ანუ ტომი ჰილფიგერმა დაინგრია და მისი კარიერა ყველა ესეთი საშინელი გადაწყვეტილება მე არ მენახავს ერთი ხელი ზოლიანია მეორე არა ერთი მე მეგონი რომ ჯიბე არის ვარდის ჯიბე არის კარგი გადაწყვეტილება ხომ ერთი ხელი ზოლიანი რატოა ჯიბე არის მეორე რატო არ არის ზოლიანი არ ვიცი მაგრამ ჯიბე მომწონს რა აუ ტომი ჰილფიგერს მაგრა შეშლია დაჟე შეიძლება მარტო ამისთვის გამოვიდა მურმან ედიშენია ეგელია ძალიან ცუდი აი გრიგოლა კიკაიზმანზე იქნება ვაიმე მაგარს ამბობს ნახე კუთხით და დიდი ბოდიში თუ ერთი ადგილი არ გვაქვს რომ ხალხი გამოვიყენოთ მასობრივად არჩევნებზე სწორ დღეს და გადავლეკოთ მაშინ ეს სხვა პრობლემა არის მაგრამ ჩვენ იმის რწმენა გაგვაჩნია ქალბატონთეა რომ კი ეს შეგვიძლია ყველას ერთად შეგვიძლია რომ ისეთი ცეცხლი დავანთოთ პოლიტიკური თვალსაზრისით ამ ქვეყანაში რომ წავლეკოთ ეს რაღაცა ურდო ამას ბავშვებს ჭიაკოკონის ცეცხლი არ ექნება დანთები გაცეცხლი უნდა დააქვს ბიჭო აი ესეთი ბრინკას ამიტომაც რომ გამოდიხარ შენი დედავატირე მართლა სად წამლეკო შენ რო წამლეკო მე მართლა წავილეკები საერთოდ
შენი წასალეკი არ დაბადებულა ჩემო. შენ ვინ უნდა წალეკო შენი ბრინკაზე დავატირე რა. თხა გააბერინეთ რა ერთი ხოს რა. ეს ვერ გაბერავს. არა, ეგ მიშაბერავდა თხას ამას სადაც მაგას. არ შეუძლია. თხა არა ის. პატარა ყურძელი, ბოცვერი. ყველა ოპოზიცია პატარა ბაყაყი რო გაბეროს. ყურძელს ყოფას უწევს. რაღაცა ყველას დაურიგოთ პატარა ცხოველი, მაგრამ ცხოველთა წამება არ შეიძლება და დაგვიჭერეთ. აი ხიდაშელი როგორ ეთანხმება ჰეგელიას. დღეს ძალიან პოპულარულია საუბარი, რომ აი ოპოზიცია არ ვარგა და ამ ოპოზიციას მოკლედ ხა რაღაცა ახალი ის არის ნარატივი პოპულარული, რომ არ იქაბოდა რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად და ხშირად უნდა გალანძღო ოპონენტები ქართული ოცნების. არც ეს არ არის სწორი ჩემი აზრით. ჩემი ხედვით, ჩემი გადმოსახედიდან თავარი პრობლემა ცოტა სხვაგვარი არის და ორი სიტყვით რო დავარქვათ მას სახელი, ამას გამარჯვების რწმენის არ არსებობა. აი ამაზეა სამუშაო, რომ ადამიანებს დაუბრუნდეთ გამარჯვების რწმენა. რაღაცნაირად ეს არის გამიხი და ეს არის ყველაზე მთავარი. ეს ქალი იყო აქტუალური 2098-ში. 2098-ში? არა, 18-ში, 1998. 1998-ში. 94-დან მოყოლებული, როცა აგენტი გახდა და ძალიან დიდი ფული ჩადეს ამერიკელებმა, სოროსმა და ასე შემდეგ. მაშინ რა თქმა უნდა, საქართველოს არ იყო ისეთი. ინტერნეტი არ არსებობდა, ხელი არ მიღებდა, ელემენტურად იტყუებოდა რაღაცებს დასავლეთზე და დასავლეთის ფეტიშიზაციის ერთ-ერთი შემოქმედი ეს და მაგის ხმარია, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ხო ხა იაპონიაშია. არა კაცო. იაპონიაში დავსაქმდიოდა. ბოლო ინფორმაცია იაპონში კიო და ტაივანში კიდან იაპონში გახდა და მაგაზე ნაბაზრები გვაქვს. იაპონიაში დასაქმდა რაღაც უნივერსიტეტში. აუ დაენძრა იაპონიაში. ყურში გვითხრანავა? შალვა. ხო ეგა? კი, ჩარტა მაგდა. დაიწრილა თვალები. მე რა ანუ დღე და ღამე რო ამ ეთერში ის. იქ ან რაღაც სილაბუსი შეადგინოს, ან გამოცდების იმას შეატაროს, რაღაც ბავშვებს ნაშრომები შეუმოწმოს, რას ასწავლება? ასწავლის თვითონ აგენტურას. ინგლისურად. რაღაც სააგენტო იმის აგენტურის ფაკულტეტია ინგლისურად ალბათ. და რა ეხა იაპონური შეიძლება იცის რა ვიცი. გავუშ ტრაბერტი ესა. გავუშტა. გავუშ. არა. ნახეთ, წინა არჩევნები თქვენ მიერვე არ აღიარებული შედეგად. კი. რა კი, რას გიკითხებ? ხომ გიკითხებ რომ ალიანსის ფონდო კი. მე ამ ეტაპზე ერთ წამი გავკეთე. ანუ ის რა ქვია? დიანა ტრაპაიძე რა შუაში. დიანა ტრაპაიძე რო ჭიჭეს უსრულებს. აი ეხა ჟარგონის არ გამომი, აი სახეს ახევს რა. ბიჭო, იმიტომ იოლია მაგისტრის სახეს ახევს. ესო თქვენ დაირქვითო სამი პო. ხო. ის რო ერქვათ. არ გინდა თქვენ ეს. საფუზე. მიხდი ხო რომ მაგისტრი. საფუზე ისე ცუდი სიტყვები მოვდით. მიხდი ხო რომ მაგისტრი მას ვაპირებ. კი, არ შეიძლება. კაი, მეგობრებო, ჩვენ დავასრულოთ დღეს. საღოლ დიანა. ეს ამბავი, მაგრამ ერთი რამე თქვათ, რომ საერთაშორისო ამბებში რა ხდება, აბა მითხარით. ჩინეთში ვიზიტი კარგი იყო. ბაჭო იყო ხა ირანში და მოგვიყევია ირანში. სრუტე გავხსენი გორმუზის. ხო. გორმუზის. ბიჭო ურით ჩავიდა. აბა მიპასუხე. ტრამპი რო ჩავიდა, საკაიფოდ მოიარა. ბიჭო, ვაფშე ორშიში აპალაჟენია. რა, ძალიან საკაიფოდ მოიარა. არა, საკაიფოდ მოიარა, ჩაიდალია არა. პროსტა სადღაც ჩაიხედა რა. ნახა შედეგი თავის. ჯერ არ შედეგი არ უნდა. აბა ისე კარგად დახვდნენ კი ბატონო. ხო, არა, კარგად. მაგარი მაგრამ ის ნახეთ პაპკა რო გახსნა. კი. რა პაპკა? არ გვინდა მაგაზე ხო მომენტ. არა, ის შევიდა იმაში ბაღში სადღაც დიპლომატი და იკითხა რომ სის კითხა რომ აქო სხვა ისინიო ყოფილანო სხვა პრეზიდენტები რომ ძალიან იშვიათო ძალიან და აი მაგალითად პუტინიო ის ძალიან მაგარია სი. რა უთხრა? აქო ჩემამდე ვინმე ყავდაო მოყოლინოდა. არა, ორო ძალიან იშვიათო, ძალიან იშვიათო. ნუ კი ოღონდ იყო პუტინი მაგალითად. ასი ძალიან მაგარია. აი ყოველ დღით გწუნდები რომ ჟესტები ვაფშე ძალიან მაგარი კაცი. სი როჟა. კი ბატონო. დიდი მადლობა მეგობრებო, ჩვენ კარგი საერთაშორისო ანალიზი. ბია ილიკო და ილარიონი იყო. საერთაშორისო კარგი საერთაშორისო ანალიზი. სიმაგარია.
სხვათა შორის მამა მაგარია როჟა ჰა სიფათი როჟა მაგარი კაცია ძალიან აუღელვებელი რო არის გაუმარჯოს მეგობრებო ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებს რომ ვარ ჩვენთვის წნარად ჩინეთ ამერიკასთან ვაფშე აქეთი კიდრეები ხდება და ჩვენ ვარ წნარად რა დიდი მადლობა ხვალ შეხვდებით ერთმანეთს მადლობა ყურადღებისთვის ხვალამდე